ეთერშია გადაცემა მაესტროს ანატომია. მოგესალმებით, სტუდიაში ჟურნალისტი ლევან ჭიტანა მუშაობს, ეს მაესტროს ანატომია. დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი და პროფესიონალი ყავს სტუმრად ზაქარია როჭიკაშვილი, გასტროენტეროლოგი. მოგესალმებით და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ბუნებრივია კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემაა, შესაბამისად ამაზე ვისაუბრებთ და პირველ რიგში მაინტერესებს ბატონო ზაქარია, რა არის ის სიგნალი, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება და რითაც შეიძლება დაიწყოს პრობლემები და აუცილებლად უნდა მივმართოთ პროფესიონალს. კუჭ-ნაწლავის პრობლემების მოგესალმებით ჯერ, მივესალმებით რადიო მსმენელებს. კუჭ-ნაწლავის პრობლემების სიგნალი პირველ რიგში რამდენიმე სიმპტომია, ასე ვთქვათ. ზოგი რომელს გრძნობს პირველად, ზოგი რომელს ერთ-ერთი არის ესეთი საკვების მიღების შემდგომ კუჭის სწრაფად გადავსების შეგრძნება და შეფერილობის შეგრძნება კვების შემდგომ. ამას ჩვენ ვეძახით პოსტპრანდიულ შეფერილობებს. მეორე ესეთი საყურადღებო სიმპტომი არის ტკივილი უკვე როდესაც გაჩნდება ეპიგასტრიუმის არეში, ანუ იქ სადაც კუჭი შესართავია უკვე საყლაპავთან და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი არის გულწმარვა, რომელიც ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე ხანგრძლივად, იმიტომ რომ ადამიანები ახერხებენ ამ სიმპტომის თვითონ კუპირებას სოდიანი ხსნარებით, მინერალური სასმელებით, ბოლო დროს კოკაკოლითაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამით იმ მდგომარეობას არ შველიან, უბრალოდ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებენ და ართულებენ. ამიტომ მე ჩვენს რადიო მსმენელებს მიმართავ, თუ გაწუხებთ თქვენ კუჭი და ის სიმპტომები, რომელიც მე ჩამოგითვალეთ, ეს სამი სიმპტომი, თქვენ უკვე უნდა მიბრძანდეთ გასტროენტეროლოგთან. კი ბატონო, რამდენად დროულია ხოლმე პაციენტების მომართვიანობა, თუ ძირითადად არის დაგვიანებული დაგვიანებული პათოლოგიით მომართვიანობა? არის, იცით, არსებობს ის გვიანი მომართვიანობაც, ბოლო პერიოდში ცოტა გახშირდა უკვე დროული მომართვიანობას, დროულს ვეძახით ჩვენ ყველა იმ მომართვას, როდესაც შეიძლება ამ პრობლემის შველა. არადროულს ვეძახით, როდესაც უკვე იქ ჭირდება ჩვენ ქირურგიები და მთელი ამბები და ასე შემდეგ. და ამ ძირითადი, რაზედაც ახლა თქვენ საუბრობდით, ხო, პათოლოგიებზე, ძირითადი მიზეზი რა არის და ამ მიზეზებს შორის სტრესი რამდენად დიდი? მე ერთ რამეს გეტყვით თქვენ, მივხვდი რას მეუბნები. მიზეზი კუჭის ჩივილების და კუჭ-ნაწლავის ჩივილების. მიზეზი არის ბევრნაირი ორგანული დაზიანებებიდან დაწყებული ფუნქციური მოშლოვებით, მაგრამ საქმე იმაშია, რომ წლითი წლობით, რაც უფრო შორს მიდის ჩვენი კალენდარი, წლითი წლობით ფუნქციური მოშლოვები უფრო და უფრო მატულობს. ადრე დაახლოებით 30-35 წლის წინ, იმ გარიზაზე, როდესაც მე ექიმად ვყალიბდებოდი და პირველ ნაბიჯებს ვყავდი დამოუკიდებელ ექიმად, მაგ პერიოდში ფუნქციური მოშლოვები გასტროენტეროლოგიურ მომართვიანობაში იყო ძირითადად სადღაც 10, მაქსიმუმ 15%. ანუ 100 ადამიანიდან 15 ადამიანი შეიძლება ყოფილიყო ფუნქციური მოშლოვებით მომართვაში. დღეს 90%-ს გადაცილდა, ანუ 100-დან 90 ადამიანი ფუნქციური მოშლოვებით არის. ფუნქციური მოშლოვები ძირითადად ამის მატება, ცხოვრების წესის აჩქარება მას გამოიწვია. ზოგადად მოსახლეობაში მომატებულია შფოთვა. ბედნიერების ხარისხი არის მინიმუმამდე შემცირებული. მოსახლეობა ბედნიერად აღარ გრძნობს თავს. და როდესაც ადამიანს არ აქვს შინაგანი შფოთვა, მას არც კუჭ-ნაწლავი აწუხებს და საერთოდ არაფერი. ასე რომ
ჩვენ ძირითადად გვიხდება უფრო ფუნქციური მოშლობების კურნალობა და ეს სწორედ არის ესე უნდა ხდებოდეს იმიტომ რომ უკვე ორგანული დაზიანებები სადაც უკვე უნდა ჩაერიოს ქირურგია დაუშვათ ის უკვე უფრო სხვა კლინიკების პრეროგატივა სტაციონარული კლინიკების ჩვენ ვართ ამბულატორიული კლინიკა და ასე რომ სწორად მივდივართ. კი ბატონო, ასევე კვების ნაწილსაც შევეხოთ, ძირითადად რა პათოლოგიებსაც ვეხებით ხო დღეს ჩვენი გადაცემის ფარგლებში, ასევე მაინტერესებს კვების ნაწილი, ბუნებრივია, როდესაც კუჭ-ნაწლავზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი წამყვანია და ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, კითხვა, რას ურჩევდი და რას უნდა მივაქციოთ აუცილებლად ყურადღება? კვების ნაწილს რაც შეეხება ჩვენი პაციენტების და ჩვენი რჩევების შემიძლია უთხრა ჩვენს მაყურებელსაც შემიძლია უთხრა რომ fast food-ები ეგრეთ წოდებული, ანუ სწრაფი კვების პროდუქტები, ქუჩის კვება, ასე ვთქვათ, მე ესე ვარქმევ ამას, იმიტომ რომ მოსახლეობა დღეს გადარბენაზია, ძალიან გაზრდილია სამუშაო დრო, ვინც მუშაობს მათთვის, იზოლებულები არიან ეს ხალხი, რომ იკვებონ აი ამ ეგრეთ წოდებული fast food-ებით. ეს თავისთავად ძალიან ცუდად აისახება კუჭ-ნაწლავზე და პლუს ამას კვების რეჟიმის დარღვევა. ადამიანის კვება უნდა ჯერადობრივი იყოს და არა ერთჯერადი დღეში და ორჯერადი. დაახლოებით 3 საათში ერთხელ ადამიანის კუჭში რაღაც უნდა ჩადიოდეს. ესეთი რიტმიკა აქვს ჩვენს კუჭ-ნაწლავს. ჩვენი კუჭ-ნაწლავი არ გავს არც ფაშს და მიგეთ სხვა რიტმიკა აქვს მას. არ გავს არც მგლის კუჭს. მაგალითად მგელი შეიძლება კვირაში ერთხელ ჭამოს მას საჭმელი, მაგრამ ერთ ჭამაზე 20 თავისი წონის ხორცს ჭამს. ადამიანს ეს არ შეუძლია. ამიტომ ღმერთმა ჩვენ გაგვისაზღვრა კვების რიტმის, გარდა იმისა, რომ დაგვასაჩუქრა ასეთი საინტერესო ორგანული ქარხნით, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ გარესამყაროსთან ადამიანი კუჭ-ნაწლავით ყველაზე დიდ ურთიერთობას ამყარებს. ჩვენ გარედან კუჭ-ნაწლავით ღებულობთ ნივთიერებებს და გარემოსთანაც გარემოშიც კუჭ-ნაწლავის მეშვეობით ვაბრუნებთ შლაკებს, ხო? ასე რომ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმ საკვებზე, რითიც ვიკვებებით ჩვენ. დღეს ძალიან არის გახშირებული დაკონსერვებული საკვების მიღება. თავისთავად დაკონსერვებული საკვები შეიცავს დიდი რაოდენობით კონსერვანტებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის მავნეა ისედაც, ხო? ზოგიერთი თითქმის კანცეროგენიც არის, ხო? აქვს ესეთი კონსერვანტები. საღებავები ძალიან ბევრი გამოიყენება. დღეს ადამიანები თუ დააკვირდებით, სახლში კერძს აღარ აკეთებს არავინ. და გაჩნდა ეს საზოგადოებრივი კვების ობიექტები და წვნიან საჭმელსაც გარეთ ყიდულობენ და სახლში მიაქვთ აცხელებენ და ამას ჭამენ, ხო? არ არის ეს სწორი. ოჯახში უნდა კეთდებოდეს და როდესაც ერთი დიასახლისი მუშაობს ოჯახში სადილის კულტურა? კიდე სადილზე ვთქვათ, კიდე ვახშაბზე, კიდე საუზმეზე, ხო? როდესაც ერთი ადამიანი ფაქტიურად ის რეგულარულად ერთნაირ საჭმელს აძლევს ადამიანს. და ერთნაირ საჭმელს რომ აძლევს ერთნაირად მომზადებულს. ეს ჩვენი კუჭ-ნაწლავი ესეთ შემთხვევაში იწყებს მშვიდად მუშაობას. ის არ ვარდება სტრესში, მაგრამ დღეს რომ შევჭამ ვიღაცის მომზადებულ ხაჭაპურს, ხვალე ვიღაცის მომზადებულ შაურმას, მერე სხვის მომზადებულ შაურმასაც სხვა წესით მზადდება, სხვადასხვანაირი ხარისხით მზადდება. ეს ყველაფერი არევდარევა ჩვენი კუჭ-ნაწლავისთვის, ყველაფერს უნდა მიექცეს აქ მნიშვნელობა. და ადამიანის კვების რეჟიმი უნდა მოიცავდეს საუზმესაც, წახემსებასაც, სადილსაც, სამხარსაც და ვახშამსაც. რამდენი გამოგვივიდა? გამოგვივიდა 5 ჯერად იკვება ადამიანისთვის ნორმალური კვება.
წავიდეთ ინგლისში წესია. საუზმეა პირველი ლანჩია, სადილია მეორე ლანჩია და ვახშავია. და შუალედური მიდგომა სამ საათ კუჭ-ნაწლავი 2 საათის განმავლობაში თუ სწორად მუშაობს, უნდა იყოს დაცლილი კუჭი აბსოლუტურად. 1 საათი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ გაემზადოს მეორე პორცია საკვების მისაღებად და ანუ 3 საათში ერთხელ რაღაც უნდა ჩავაგდოთ კუჭი. და 5ჯერ თუ არა, 3ჯერ კვება კი ბატონო, მაინც მე პაციენტებს ვუკვირთ ხოლმე რა ამბავია 5ჯერ კვება. 5ჯერ კვება არ ნიშნავს 5ჯერ დიდი პურმარილის გაშლას. განსაკუთრებით ჩვენს მსმენელებს მიმართავ, რომ პირველ რიგში მოაწესრიგონ საუზმე, ასე ვთქვათ. საუზმის გარეშეა ხალხი დღეს. ყავას დალევენ, ერთ დღეს სიგარეტს მიაყოლებენ და მიდიან სამსახურში და ეხლა მე ეს როცა რეგულარულად ხდება უკვე მე ჩვენი კუჭ-ნაწლავით შურს იძიებს ხოლმე ჩვენს. დიახ, აი ძალიან საინტერესო და აქტუალურ თემას შეეხეთ, ამიტომ უნდა დაგისვათ კითხვა უზმოზე ყავის მიღება. უზმოზე კი არა, მე ჩემ პაციენტებს ზოგიერთს საერთოდ ვუკრძალავ ყავის მიღებას და ნებისმიერი ფსიქოტროპული საშუალების მიღება. კოფეინი ფსიქოტროპული საშუალებაა და ნერვულ აჩქარებებს იწვევს. ის საკმაოდ ძლიერი ენერგეტიკული წყარო არის. და რატო სვავს მოსახლეობა ესე გადაჭარბებით დღეს კოფეინს რატო ღებულობს? იმიტომ რომ გადაჭარბებული აქვს ემოციური ვეღარ უძლებენ ამ ფეხს ვეღარ უწყობენ ამ რიტმს, იღლებიან და ამ აღლობის მოსახსნელად სვავს მოსახლეობამ ამას. მაგრამ მას ისეთივე მოქმედება აქვს, როგორც ნებისმიერ სხვა ფსიქოტროპულ საშუალებას. იწევს მიჩვევას და შემდგომ თუ აღარ ღებულობ დროზე, აბსტინენცია აქვს მასაც ჩვეულებრივი, ანუ ლომკა, ასე ვთქვათ, ისეთივე როგორც სხვა ფსიქოტროპულ საშუალებებს. უბრალოდ ეს კოფეინი დაშვებულია და არ კონტროლდება რამდენს ღებულობს ადამიანი. ანუ მარტო პრობლემა იმაშია, რომ დამოკიდებულებას იწვევს თუ რამე პათოლოგიებს შეიძლება ხელშეუწყოს. ნერვუ როგორ გითხრათ, გამოფიტვას იწვევს, ვეგეტატიური ნერვული სისტემის გამოფიტვას და იძლევა აჩქარებებს. გარდა ამისა, ძლიერი შარდმდენია. ძლიერი შარდმდენია და გამუდმებული ყავისმამ შეიძლება რაღაცა მინერალებიდანაც გამოგვირეცხოს, ხო? კალციუმის ნაკლებობა ახლავს ხანგრძლივად ვიმსვავს ამ ყავას გამუდმებით, ხო? ასე რომ დილის საუზმე უნდა იყოს ყველაზე მოცულობით, ყველაზე მეტი დანარჩენ სხვა კვებასთან. კი ბატონო, კვებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი კითხვა. სილოვანის საკვები. იმიტომ რომ დილით ყველაზე მეტად მზადაა კუჭი სილოვანის საკვების მოსანელად. კიდევ ერთი კითხვა კვებასთან დაკავშირებით. ანუ უმთავრესია რეჟიმი, რა თქმა უნდა. თუ რეჟიმთან ერთად აუცილებელია ხარისხის. ხარისხი, რა თქმა უნდა, უხარისხო კვება, მაგრამ დღეს ხარისხიან კვებას ვინ ეწევა, ვინ ახერხებს. და ასევე ძალიან ძვირია, ხო? ძვირიც არის და ფაქტიურად შეიძლება დიდი ფულის გადაიხადო, მაგრამ დარწმუნებული მაინც არ იყოს ხარისხი არ იყოს ის. იმიტომ რომ დღეს ბუნებრივად არც ერთი საქონელი არ იკვებება, ყველას რაღაც დანამატებს აძლევენ, რომ ხორცი მეტი მივიღოთ და კი ქვია გლეხურად გაზრდილი საქონელი გამიგეთ, მაგრამ პრემიქსებით და იმითაა გაზრდილი ხო ისიც. კი ბატონო, ასევე გაღიზიანებულ ნაწლავთან დაკავშირებითაც იცით მაინტერესებს აუცილებლად უნდა გკითხოთ, ძირითადად რა პათოლოგიებით მოგმართავენ? მე გითხარით უკვე რომ დაახლოებით ფუნქციური მოშლილობები ჭარბობს დღეს გასტროენტეროლოგიურ მომართვიანობაში და ეს ფუნქციური მოშლილობები ძირითადად უკავშირდება გასტროეზოფაგურ რეფლუქს დაავადებას, როდესაც და ასევე გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს ადრე ასაკოვან მსმენელს მიმართავ, ეს
ის პრობლემაა, რომელსაც ადრე ვეძახდით ხოლმე მშრალი კოლიტი და სველი კოლიტი. გააჩნია რამდენად მძიმე სიტუაცია მიმართულებით, იწყება ფუნქციური ფაღარათებით, არსებობს ესეთი დიაგნოზით, ემოციურ ფონთან იმდენად კავშირშია ჩვენი კუჭ-ნაწლავის პრობლემები, რომ ესეთი დიაგნოზიც კი არსებობს საერთაშორისო დიაგნოზების რეესტრში, ICD კოდებს ვეძახით ჩვენ, მოგზაურთა ფაღარათი ქვია მაგალითად. რომ და ამას ხშირად გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სახეა ერთ-ერთი და პაციენტები ხშირად უკავშირებენ ხოლმე რომ გადავფრინდი სადღაც გერმანიაში, იქნება თუ იტალიაში და იქ წყალი არ მომიხდა. იმიტომ რომ ყველაფერს იქცეთივე წყებულობს, რასაც წყებულობდა, მაგრამ იქ წყალი დალია გონია სხვა და წყალი არ მომიხდა და გამეშალა კუჭი. ესე არ არის, ეს არის ემოციურ გადაძაბვებზე, ემოციურ გადატვირთვებზე, რომელიც პირველ რიგში აისახება ჩვენ კუჭ-ნაწლავზე, ჩვენი ემოციური მდგომარეობა, ეს არის ლაბილური ნერვული სისტემის მქონე ადამიანებისთვის საჩუქარი ბუნებისგან. კი ბატონო, მადლობა. ასევე ძალიან საინტერესოა შევეხოთ კვლევებს. რა ასაკიდან არის რეკომენდირებული, ესე ვთქვათ, კვლევების ჩატარება პრევენციულად და ძირითადად რა კვლევას ურჩევდით? ერთი რამ მინდა იცოდეს ჩვენმა მსმენელმა. პრევენციულად კვლევის ჩატარება დაუშვათ, რა კვლევები ტარდება კვლევები, გასტროსკოპია, კოლონოსკოპია ჩვენთან და საერთოდ გასტროენტეროლოგიაში ეს ძირითადი ოქროს სტანდარტია, რომ როდესაც აქვს ადამიანს კუჭის ტკივილი, უნდა გაუკეთო გასტროსკოპია, როდესაც აქვს ნაწლავიდან დაუშვათ სისხლის კვალი, აუცილებლად კოლონოსკოპია უნდა გაკეთდეს, ამ კიდევ თუ სხვა რაღაცა პრობლემები აქვს. და ეს კვლევების ეს სახეობები პრევენციულად როგორ უნდა გაკეთდეს, აბა მოდი ვთქვათ, თუ ადამიანს კუჭი არ აწუხებს, წავა და გაიკეთებს გასტროსკოპიას? არ გაიკეთებს, მაგრამ არც არის საჭირო. რომ ესე მოდი ვეძებოთ რაღაც. და არ არის ბოდიში გაწყვეტინებთ, არ არის ისეთი სიმპტომი, რომელსაც არ სჩვევია გამოხატულება, მაგრამ მიმდინარეობს და ამის დასაფიქსირებლად და ამის აღმოსაჩენად საჭიროა. კი ბატონო, არის ესეთი მდგომარეობები, დაუშვათ ჩივილი არ აქვს, დაუშვათ ავსვისებიანი სიმსივნეების გამოსარიცხად შესაძლებელია, რომ 30-დან 40 წლის ასაკში არ აწუხებს ადამიანს არაფერი, მაგრამ ერთხელ მაინც უნდა გაიკეთოს ეს კვლევა. წელიწადში ერთხელ თუ ამ პერიოდში ზოგადად? ამ პერიოდში 30 წლის გახდა ადამიანი 40 წელს მიუახლოვდა და თავის კუჭზე და ნაწლავზე ინფორმაცია არ აქვს, როცა გახშირებულია ეს. მხოლოდ ონკოლოგიური პროცესების სკრინინგისთვის არის შესაძლებელი და ამასაც აქვს თავისი წესი, როგორ უნდა გაკეთდეს. წინასწარ კეთდება დაუშვათ კოლონოსკოპიისთვის, წინასწარ კეთდება ფარულ სისტემაზე ტესტი, თუ ის დადებითია და გვაქვს სიგნალი იმისი, რომ რაღაცა შეიძლება იყოს ნაწლავში, საიდანაც სისხლის კვალი ჩდება უბრალოდ კანალში, ესეთ ადამიანს პირდაპირ ეუბნებიან და უფასოდაც უკეთებენ სკრინინგ ცენტრები. მიხვდით ხო რას ვამბობ? მაგრამ ადამიანს არც არაფერი აწუხებს, გახდა 35 წლის და უბრალოდ ხანდახან ცოტა უტრირებულად ვიძახი ხოლმე, რამდენ პაციენტს ვეკითხები, რო არ უნდა გაკეთება ამის სარკეში, დღეში რამდენჯერ იყურები და როცა ხედავ რაღაცა გაქვს სახეზე, ან გამონაყარი ან რაღაცა, მიდიხარ ექიმთან და კი, მაგრამ 30 წლის განმავლობაში კუჭი არა ღირსი იმისთვის და ნაწლავი რომ ერთხელ დათვალიერდეს, შიგნით იქნებ რა. ერთხელ ჩავახედოთ სარკეში. თუ არაფერი არ აღმოჩნდა, ეხლა არავის არ აქვს სპორტული ინტერესი იმისი, რომ პაციენტს უთხრას, რომ მოდი 5 წელიწადში ერთხელ კოლონოსკოპია იკეთე. მე ამას არ ვთვლი საჭიროდ მაგალითად რა. ეს მითხო რას ვამბობ, მაგრამ რაღაც ასაკი არსებობს. მამაკაცებისთვის 30 წლიდან 40 წლამდე, 35-დან 45 წლამდე და ქალბატონებისთვის 30-დან 40 წლამდე, როცა არც არაფერი გაწუხებს, მაგრამ
არც იცი რა ხდება შიგნით, ერთი კვლევა უნდა ჩაიტარო. კი ბატონო, ვინაიდან კვლევებზე ვსაუბრობთ, თქვენ იცით, რომ ბევრი თავს იკავებს, რადგან არასწორი დამოკიდებულებები არსებობს, ეს არის მაგალითად გასტროსკოპიის დროს ტკივილთან შეიძლება იყოს დაკავშირებული და ასე შემდეგ. ამასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია რომ მივაწოდოთ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, კვლევის პროცესი არის თუ არა გარკვეულ ტკივილთან დაკავშირებული, ასევე ვიცით, რომ ბოლო პერიოდში სედაციით არის შესაძლებელი გაკეთდეს კვლევა, რადიო მსმენელს მაინც განუმარტოთ, სედაცია, ანუ დაძინების ეფექტით შეიძლება გაკეთდეს, არის თუ არა რეკომენდირებული ამ ტიპის კვლევა, დაძინებით გაკეთება და ასე შემდეგ. ანუ რა დროსთან არის დაკავშირებული და დაკავშირებულია თუ არა გარკვეულ ტკივილთან. მე მინდა ჩვენს მსმენელს ვუთხარო 1995 წლიდან 2011 წლამდე მე ონკოლოგიურის ნაციონალურ ცენტრში მუშაობდი ონკოლოგიურში. და ვაკეთებდი ამ კვლევებს. 4 ექიმი მუშაობდით იქ და არც ერთს არ ჰქონდა სედაციით გაკეთებული პაციენტზე, იმიტომ რომ იქ არ იყო ეს სერვისი და კოლონოსკოპიასაც და გასტროსკოპიასაც ვაკეთებდით. კოლონოსკოპიასაც? კი. ხო. მაგრამ რა თქმა უნდა უფრო სასურველია რომ უფრო კომფორტით გაიკეთოს პაციენტმა კოლონოსკოპიაზე მაქვს მე ლაპარაკი ჯობია იმიტომ რომ გარკვეულ ტკივილთან არის დაკავშირებული კოლონოსკოპია. რაც შეეხება გასტროსკოპიას, გასტროსკოპია აბსოლუტურად უმტკივნეულო კვლევაა. იმიტომ რომ ჩვენ იქ იმდენად არ ვბერავთ და არ ვბერავთ კუჭს და საყლაპავს რომ ტკივილი გამოვიწვიოთ და საყლაპავის და საერთოდ კუჭნაწლავის შიგნითა ზედაპირი უგრძნობია, ასე ვთქვათ, გრძნობელობის რეცეპტორები იქ არ არის. ამიტომ ტკივილთან ეს ვერასდროს ვერ იქნება დაკავშირებული გასტროსკოპია, მაგრამ აქვს თავისი დისკომფორტი მსუბუქი ღებიდების შეგრძნებით და მე მაგალითად არ ვთვლი საჭიროდ რომ ყველა პაციენტი დავაძინოთ აუცილებლად. ეხლა თუ პაციენტი თვითონ თხოვლობს რომ გამაძინეთ და ისე გამიკეთეთ, ეს მისი ნება არის, ეს სერვისიც მისაწვდომია და როგორც გასტროენტეროლოგი და როგორც ენდოსკოპისტი მე თვითონ პაციენტს როცა ვთავაზობ თუ მარტო გასტროსკოპია გვაქვს გასაკეთებელი, ვეუბნები რომ არ არის საჭირო 2-3 წუთიანი კვლევისთვის გვეძინოს 15 წუთი თუნდაც, ხო? და თან წამლისმიერი ძილია ეს, ხო? ხო, ასე რომ აბსოლუტურად უსაფრთხოა, გინდა დაძინებით, გინდა დაძინების გარეშე, როგორც ამას ისახიან, ეს არის მსუბუქი ვენური სედაცია, რასაც ჩვენ ვიყენებთ. ეს არ არის დიდი ნარკოზი, ხო, ზოგად ნარკოზზე არ არის აქ ლაპარაკი. ხო, ასე რომ აბსოლუტურად ჰუმანური კვლევა არის, უმტკივნეულო. უბრალოდ დისკომფორტია და გრძელდება ხანგრძლივობა არის კვლევის რამდენი? 2 წუთი, 3 წუთი თუ რაღაც მანიპულაცია არ გაქვს იქ ჩასატარებელი, ბიოპსია, სხვა ბევრი უბნებიდან და რაღაც ისეთი თუ შეხვდა ახლა, ნუ შეიძლება 2-3 წუთით გახანგრძლივდეს კიდევ გამიგეთ და თუ ბიოპსიას აკეთებ. დაუშვათ რაღაცა ქსოვილიდან. და ძირითადი დისკომფორტი იგრძნობა, როდესაც საყლაპავ მილში გადადის ჩაყლაპის მომენტია, ყველაზე მეტად ეს უჭი. კი ბატონო. ჩვენი სასაუბრო დრო სრულდება. ერთი კითხვა მინდა დაგისვა კიდევ თვითმკურნალობასთან დაკავშირებით. ძალიან მოდური გახდა Facebook-ის მეშვეობით სხვადასხვა რეკომენდაციების მიცემა პაციენტებისთვის. ამ თვალსაზრისით თქვენი დამოკიდებულება როგორი არის და რამდენად სახიფათოა თვითმკურნალობა? გამომდინარე იქედან რომ კუჭნაწლავის ტრაქტი ერთ-ერთი ყველაზე მასიური და ყველაზე საჭირო, ასე ვთქვათ, ჭყალებში, რა თქმა უნდა, ორგანოთა სისტემაა და მას აქვს ძალიან ბევრი ფუნქცია ჩვენი ორგანიზმის, ჩვენ ცხოველმყოფელობაში. ეს რომ ვთქვათ, უხეშად ეს თავისებური ძალიან მრავალფუნქციური ქარხანა, რომელმაც საბოლოო პროდუქტები ბევრნაირი უნდა მოგწეს, ეს ჩვენი საკვები ნივთიერებების გადამუშავების შედეგად
მინერალებიდან დაწყებული ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები და გადამუშავებაც აქ ხდება და შეწოვაც აქ ხდება. ამიტომ კუჭნაწლავის ტრაქტს მოვეპყრათ ძალიან ესე ზერელეთ და ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ მისი მკურნალობა, ეს კატეგორიულად დაუშვებლად მიმაჩნია. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც თვითმკურნალობას ეწევიან და საბოლოო ჯამში ძალიან ხშირად ძალიან სავალალო მდგომარეობამდე მიდიან ხოლმე. იმიტომ რომ ეს თუნდაც ერთ მომენტს გეტყვით, გამუდმებულმა გასტროეზოფაგურმა რეფლუქსს დაავადებამ და აი ამ რეფლუქსურმა მდგომარეობამ, ან გულძმარვამ გახშირებულმა, რომელიც ძალიან ხშირად აქვს ადამიანს და მხოლოდ აი ზოგიერთი პროტონ-ტუმბოს ინჰიბიტორს ან ომეპრაზოლის მაგვარ პრეპარატებს სვავს იმისთვის, რომ ეს არ იგრძნოს, ეს საქმე სარშველის, ეს უბრალოდ იმ მომენტში სიმპტომს აქრობს, მაგრამ პროცესს აღრმავებს, რაც უფრო შორს მიდის პროცესი ქრონიკულ ლანთებაში გადადის ეს და შეიძლება ამან მიგვიყვანოს ისეთ დაავადებამდე, როგორიც არის ბარეტის საყლაპავი, რომელიც უკვე პრეკანცერად ითვლება. ამიტომ ჩვენს მოსახლეობას მიმართავენ თვითმკურნალობას, ამის არსებობენ ექიმები, ამისთვის ცხოვრობს და მუშაობთ ჩვენ, რომ ჩვენ კვალიფიციური მომსახურება გაგიწიოთ, მოგმართეთ კლინიკა ქალაქის ფაქტიურ ცენტრში მდებარეობს. ეს არის თორნიკე ერისთავის ჩიხი პირველი ნომერი, მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელიდან მეორე შუქნიშანთან არის ზუსტად ზედაყურებს ჩვენი კლინიკა თავს და მოგმართეთ, ჩაეწერეთ. შეიძლება ტელეფონის ნომერი. კი ბატონო, ბრძანეთ. ბატონო. 596-34-50-50 ჩვენი რეგისტრატურის ნომერი, ჩაეწერეთ, მოგვართეთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და პასუხობდით ჩვენს კითხვებს. მე რადიო მსმენელს და ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, გადაცემის სტუმარი იყო ზაქარია როჭიკაშვილი, გასტროენტეროლოგი. ამით მაესტროს ანატომია დასრულებულია, სტუდიაში კი ჟურნალისტი ლევან ჭიტანა მუშაობდა. დროებით. მადლობთ.